დავიბადე და ვისაუბრე ჩემი ცხოვრება არის აქ ცხოვრება. Ჩვენ мама პაპური მშობლების ბინარი და მაინც სამახსოვროდ ვაობს. და იმის საფუძველზე ავყიდეთ. და ეს დანარჩენი მოსახლეობა სადაბადებულები არიან. ორთაჭალაში ამ ძველ თბილისურ ეზოს დანგრევა ემუქრება. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით მოსახლეობა საკუთარი საცხოვრებელი სახლის გარეშე რჩება. მიზეზი ქუჩის გადაღმა მდებარე აზერბაიჯანის საელჩოა. ძველი თბილისური ეზოს ნაცვლად ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის აშენება აზერბაიჯანულ მხარეს სურს. ადგილიც მათვეში არჩიეს, რაზეც ქართული ოცნების მთავრობისგან ნებართვა უკვე აქვთ. ალიევის კულტურის ცენტრის გამო მე არ ვიცი, რატო უნდა დაინგრეს ძველი თბილისი, რატომ აღარ უნდა გქონდეს ისტორიული ქალაქი. წარმოუდგენელია, რომ სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამო ძველი თბილისი საკუთარმა მთავრობამ ესე გაანადგუროს და ყველაზე მთავარია, რომ იძულებით გაასახლოს ხალხი აქედან. სახლი ისტორიული ხარფუხის სახელმწიფო დაცვის ფარგლებშია მოქცეული. ეს არის ძველი თბილისური ორსართულიანი ხის აივნიანი საცხოვრებელი სახლი. თბილისური არქიტექტურის ნიმუში. სახლის მიმდებარედ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე ნაგებობა. მათ შორის ისტორიული აბანო, რომელიც ძველი თბილისის რუკებზე სეიდაბადის ცივი აბანოს სახელით არის აღნიშნული. სტატუსებს უხსნიან სახლებს, აი აბანოს ან თუ აბანო რომელიც არის ასევე მე-16 საუკუნით ვითარდება ეს აბანო. ანუ ამასაც მოუხსნეს ძეგლის სტატუსი. უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას ვემიჯნები და აი ამ უძველეს რუკებზე ამ განჯისკართან ერთად მუდმივად აღნიშნულია ეს ისტორიული ძველი აბანო, რომელიც ახლა დანგრეულ მდგომში, აი ესეთი ყობი აქვს შემოვლებული. ამ აბანოსთან ერთად, როდესაც განაშენიანება ჩნდება 19 საუკუნის გეგმებზე, ეს სახლი მითითებულია აბსოლუტურად ყველგან. მე-20 საუკუნის დასაწყისში შედგენილ რუკებზე უკვე მკაფიოდ იკვეთება ვახტანგ გორგასლის მეოთხე შესახვევის და მეორე ჩიხის კონტურები. სახლი 1835 წლით თარიღდება, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მის ქვედაფენებში უფრო ძველი ნასახლარიც შეიძლება იყოს. ძალიან ხშირად დადია იატაკის დაგება მოგვინდა და ავყარეთ, ქვემოთ გამოჩნდა გვირაბი, აი ესე ძველი აგურებით ამოშენებული. მეზობლები შევიდნენ იქ ანთებული ესეთი ჩირაღდნებით. სადღაც შუამდე ავიდნენ, ანუ დარწმუნდნენ, რომ ეს გვირაბი მიდიოდა ნარიყალამდე. ანუ ეს შუა საუკუნეების ფენაზე აქვს ამ სახლს. ამ ეზოში რამდენიმე თვის წინ ჯერ აზერბაიჯანის საელჩოდან მოვიდნენ და მოსახლეობას სახლების გაყიდვა შესთავაზეს, რაზეც საელჩომ უარი მიიღო. შემდეგ საქმეში ქართული ოცნება ჩაერთო პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით. შპს აშინებდა ხალხს, თქვენ თუ არ დახტებით, მაინც გაგყრიან ბულდოზერებით გაგიყვანენ, გადაკიტან, ანუ კომუნისტურად გადაკიკეტავენ წყალს, გაზს და ასე შემდეგ ცხოვრების პირობებს, გაგიუარესებენ, გარდა მაგისა მერე გაგიყვანენ ძალისმიერი მეთოდები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 მარტის განკარგულებით სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომისიას დაევალა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ისტორიულ შენობაში საკუთრებაში არსებული ნაგებობების გამოსყიდვა. განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი გობახიძე. ამავე განკარგულების საფუძველზე ადგილობრივებს უკვე გაეგზავნათ ოფიციალური შეტყობინებები. სასამართლოშიც დათვლითო ან ზარას ამოვიყენებთ. ჩემთვის წერილი მოუვიდა. ანუ 5 დღე აქვს იმის დრო, რომ ან თანხმობაზე მოვიდნენ, ანუ იმ თანხას შეურთასეს. ან დაყრის საფუძვლით ვაქვს. იმას, რასაც ქართულმა ოცნებამ მუქარით ვერ მიაღწია, ახლა კანონის ძალით ცდილობს. 2025 წლის 19 მაისს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ კანონში მოაქცია, რომლის საფუძველზე სახელმწიფოს მიენიჭა უფლება მოსახლეობის იძულებით გასახლების შესახებ. კონსტიტუციამ დაადგინა, რომ კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი, თუმცა იქვე დაადგინა, რომ რაღაც ძალიან განსაკუთრებული და ძალიან გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამისი ჩამორთმევა. კანონში გაწერილი არის, რომ ეს გამონაკლისის შემთხვევა შეიძლება იყოს, როდესაც აი რკინიგზის ხაზი გადის, მაგალითად მიწის ნაკვეთს
გადაკვეთს. და არ შეიძლება ამ რკინიგზას ვერც აქით გადაწევ, ვერც იქით გადაწევ. კერძო მესაკუთრესაც არ უნდა გაყიდვა ამ ტერიტორიის აი ასე დროს შეიძლება მოხდეს. როგორ შეიძლება ეხლა ამ კანონის საფუძველზე ალიევის ცენტრის მშენებლობა ჩვენ განვიხილოთ როგორც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, ეს ჩვენთვის სამართლებრივადაც გაუგებარი არის და პოლიტიკურად და ეთიკურადაც როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არის შეურაცხყოფელი. მარიკა იზორია მრავალი წელია ამ სახლში ცხოვრობს და აქვე მუშაობს. მას სახლში საკუთარი კერამიკული სახელოსნო აქვს მოწყობილი. ეს არის ტერიტორია, სადაც მე 97 წელში შემოვედი. ეს იყო კულტურის ცენტრი. მე ვარ ადამიანი, რომელთანაც არანაირი მოლაპარაკება სახელმწიფოს არ ქონდა, იმიტომ რომ მე ძალიან გავაპროტესტე ავთენტური სახლის დანგრევა, ფონური შენობის დანგრევა, ფულს არ ავიღებ. ყველაზე მეტად გული არა სახლის დაკარგვაზე, არამედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე სკივა. მისთვის ეს ისტორიისა და კულტურის უგულებელყოფაა. ქართველ მხატვრებს, ქართველ ხელოვანებს დაუპირისპირეს მთავრობამ დაუპირისპირა აზერბაიჯანული კულტურა. და რატო, როდესაც ჩემ გვერდით ცხოვრობს სომეხიც, ებრაელიც, უკრაინელიც, ქურთიც, დოკუმენტებით დასტურდება, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის არის მოქცეული და მას ფონური შენობის სტატუსი აქვს. ტერიტორია მუდმივად იყო სახელმწიფო დაცვის ქვეშ, სანამ იქ აზერბაიჯანის საელჩომ საკუთარი ინტერესები არ გამოხატა. ქართული სახელმწიფო აზერბაიჯანულ მხარეს ძველი თბილისის ტერიტორიასთან ერთად ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს გადასცემს. სადათუროს მოწარეთი ვარ და ვიხაც აზერბაიჯანის ქვეყნის გამო მე ჩემ სახლის ცხოვრებებიდან იმის ვითარებას მიტია რომ სახლი დაწავიდე. წარმოშობით ვარ საინგილოდან. მე ყოფა საინგილოდან გამოგწევა და აქ ვარ. რაც არ უნდა შემომთავაზონ, მე აქედან გამცვლელი არა ვარ. თუ მკვდარს გამიყვანენ, კი ბატონო.